თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას ამბებს 7-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თბილისის გარდა 3 ცხელი წერტილი, სადაც 8 ოქტომბერს დიდი პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება. სამეგრელო, აჭარა და გორი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გორში ქართული ოცნებისა და ნაციონალების დაპირისპირების პარალელურად ერთმანეთს ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ირაკლი ალასანია დაუპირისპირდებიან. დღესვე ვამბობ, რომ წინასწარ ვიზიარებ ალასანიას მწუხარებას დამარცხებისთვის განწირულ ბრძოლაში. ასეთი პათოსით გამოდის გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილია დღის ამბების პირველი სტუმარი. მე მას მივესალმები. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო იქნება როგორც ერთ-ერთი მთავარი წერტილი, ეპიცენტრი 2016-ის 8 ოქტომბრის არჩევნების გორი თქვენი და ირაკლი ალასანიას დაპირისპირების გამო განსაკუთრებით. როგორ შეიძლება რომ ჩვენ მივიღოთ თქვენ მხარს გიჭერთ ქართული ოცნება ალასანიას წინააღმდეგ თუ თქვენ ასევე გიპირისპირდებათ? ოღონდ რეალურად ფორმალურად დაყენებულ კანდიდატს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. ზოგადი მითქმა არსებობდა ესეთი, რომ თითქოს მე გარკვეული რაღაც შეთანხმებები მაქვს ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ეს არის რეალობისგან ძალიან შორს, ესე არ არის, ესე რომ ყოფილიყო მე ვიქნებოდი დაახლოებით იგივე პოზიციაში, რაც არის სალომე ზურაბიშვილი. ქართული ოცნება იტყოდა, რომ მე კონკურენტს არ მიყენებს, მაგრამ ეს ესე არ მოხდა, ბუნებრივია. არც არნაირი სრული არ მქონდა მე ამის, იმიტომ რომ გარკვეული რაღაც დასაყრდენი ბერკეტი სტრუქტურა, ფორა თუნდაც ასე ვთქვათ, გამაჩნია ამ ქალაქში და ამ რეგიონში იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო. და ბუნებრივია, დიდი რაღაც დახმარება, თუნდაც შეთანხმება ქართულ ოცნებასთან მე ამ თემებზე არ ჭირდებოდა. ზოგადად იმ 4 თუ 5 თვის განმავლობაში, რაც მე გორის საკრებულოში მომიწია მუშაობა, ხელი შეშლის გარდა ქართული ოცნების მხრიდან ადგილობრივ გულისხმობ, აბსოლუტურად არაფერი სხვა მე არ მინახია. ეს ადგილობრივ დონეზე, მაგრამ რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, თქვენ არ ხართ ისე უბრალოდ პოლიტიკოსი, ქართული პოლიტიკისთვის ირაკლი ოქრუაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ყოველ შემთხვევაში, მაგალითად, თქვენს ოპონენტებს რომ მიუყვეთ, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ შალვა ნათელაშვილმა შეიძლება, არ ვიცი, გააპროტესტოთ, არ დაეთანხმოდა ამ შემდეგ, მაგრამ ასეთი რამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ქართული ოცნებისთვის, იგი აღმოჩნდა ოქროს მოწმე ყველა იმ საკითხში, რისი გახსნათ ჭირდებოდა და სასამართლო პროცესების მოწყობა ქართული ოცნების ლიდერებს და ამიტომ ოქრუაშვილს აქვს სრული კარტ ბლანში, რომ იგი გორის გავლით შევიდეს ქართულ პარლამენტში. მე არასოდეს არ დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. სიმპათიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები, მათ ძალიან ბევრ ქმედებაზე თუ მოქმედებაზე, ბევრ კონკრეტულ სფეროში და რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები ყველაფრით კმაყოფილი, ბუნებრივია, მაგრამ გარკვეულწილად ჩემი რაღაც დამოკიდებულება, კეთილგანწყობა, ჩემი რაღაც მონდომება იმისათვის, რომ მათ მივხმარებოდი, თუნდაც ადგილობრივ დონეზე გორში. ყოველთვის აწყდებოდა მათი მხრიდან არაადეკვატურ, ასე ვთქვათ, ქმედებებს. ხშირ შემთხვევაში მათ მეჩვენება, რომ არ მოსწონთ ინიციატივები, არ მოსწონთ ინოვაციები, არ მოსწონთ ცვლილება და ამ შემთხვევაში ქვეყანა ჩაიძირება დაახლოებით აი ესეთ უძრაობის ხანაში, რადგან იყო დაუშვათ ბრეჟნევის დროს, ახლა არ მინდა შეიძლება არ მეკრება ეს საფრთხე თუ უკვე ვარ თქვენი აზრით ბრეჟნევის ხანაში. მარტივად წარმოვიდგინოთ. გორის მერი გახლავთ პიროვნება, რომელთანაც ბრჭყალებში მე დავმარცხდი, ჩემი მეგობარი ამ შემთხვევაში მე მაშინ არ მომწე საშუალება კენჭი მეყარა არჩევნებში. რომელიც არის კლასიკური წარმომადგენელი ეგრეთ წოდებული წითელი ინტელიგენციისა, წითელი დირექტორებისა, რომელსაც არაფერი სიახლე აბსოლუტურად არ გაუგია და არ გაუაზრებია ისაც ქვეყანაში მოხდა ბოლო რამდენიმე 10 წლის განმავლობაში. აი დაახლოებით რო გითხრათ, შეიძლება ძალიან ცუდი შედარება თითების დასველებით ფულს რომ ითვლიან ხოლმე და თითებს რომ იფშნოდნენ ამის შემდეგ. აი ესეთი ტიპაჟის პიროვნება. ახლა გადავხედოთ ადგილობრივი კონტინგენტს იმ ადამიანების, რომელიც ქართულმა ოცნებამ მის მაჟორიტარ კანდიდატებად დაასახელა შიდა-ქართლში. იოსებ მაკრახიძე, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი. აქამდე მგონია, რომ ვიდრე თქვენ პასუხს მოვისმენ ბოლომდე, რომ ცოტა არ იყოს ფორმალურია ეს ყველაფერი სინამდვილეში თქვენ. გარედან შეიძლება თბილისიდან ესე ჩანს, მაგრამ ესე არ არის. ამ პიროვნებას თავისი გავლენა, თავისი ავტორიტეტი, თავისი რაღაც წრე გააჩნია, ბუნებრივია და ის არაპირებს გულხელდაკრეფილი იჯდეს და ბუნებრივია ხა მე მის мотивაციებს ვისაუბრებ, მაგრამ ქართული ოცნება რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 8 თვის წინ აცხადებდა, მისი ლიდერები აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო გუნდი მათი მხრიდან აღარ დაკომპლექტდებოდა სპორტსმენებით, მსახიობებით და ასე შემდეგ. თავისთავად არაფერი ცუდი ამაში არ არის. რონალდ რეიგანი ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ამერიკისა, იყო მსახიობი, მაგრამ
ჩვენ საქმე გვაქვს სხვა ტიპის ადამიანებთან, სხვა ტიპажთან, სხვა მენტალობასთან, სხვა რაღაც იდეოლოგიის მატარებელი ხალხთან. ხაშური, ქარელი, გორი არის მოჭიდავეებით დაკლეფტებული, კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ადამიანების რაღაც ბექგრაუნდს თუ თვალს გადავავლებთ, ძალიან მარტივად დავასკვნით, რომ ეს ადამიანები არათუ ახლოს არიან, რამედ საერთოდ არ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია კანონშემოქმედებით საქმიანობისათვის. ნეპოტიზმი, კორუფცია და ასე შემდეგ ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან დამახასიათებელია ამ დასახელებული ადამიანებიდან. ეხლა ბატონი მაკრახიძე, რომელიც გორში იქნა დასახელებული, აქვს მას გარკვეული სახელი იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მასთან მივსულ ვარ დახმარება, მეთხოვია დახმარებია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გახდე პარლამენტის წევრი. გუშინ წინ დაახლოებით გუშინ წინ ბრძოლებში პირობითად 2-3 თვის წინ მასზე იყოს აღძრული საქმე პროკურატურაში. მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში და თაღლითობაში. ბრალის წარდგენა თავისთავად ბევრს არ გულისხმობს არაფერს, იმიტომ რომ შეიძლება პროკურატურამ ვერ დაგიმტკიცოს ეს ბრალი, მაგრამ მან ამინისტიის გამოყენების შედეგად თავი დააღწია ამ პრობლემას და ამინისტიის გამოყენების შედეგად ნიშნავს იმას, რომ მან ბრალი აღიარა. ანუ რა გამოდის, რომ ეს არ იცის დაუშვათ პრემიერმა, რომელმაც ის წარადგინა, ან კალაძემ არ ვიცი, რომელი ჯგუფის მიერაა იგი ჩასმული მაჟორიტარობის კანდიდატად და როცა სხვათ შორის მას დაუსვეს ეს კითხვა გიორგი კვირიკაშვილს, მან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობისკენ წაიღო ისრები. ნუ ანუ არ მიიღო ეს თემა და ეს პიროვნება დროდადრო ეხა პატარა ქალაქია გორი, პროვინციული ქალაქების თავად დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ყველას იცნობს, ყველაფერზე ყველაფერი იცის. და რა ფენომენთა გვაქვს ჩვენ საქმე ამ შემთხვევაში ამ პიროვნების დასახელებით. ეს ადამიანი იყო კომუნისტური პარტიის საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტური პარტიის წევრი, მოქალაქეთა კავშირის დროს მოქალაქეთა კავშირის წევრი, ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელი, ეხლა უკვე ქართული ცნობებში, ამით ჩვენ რას ვეუბნებით ჩვენ თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მედროვეობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო. ეს ერთი და მეორე. ნიშნულობა არ აქვს შენ ისწავლი, იშრომებ, წესიერად მოიქცევი, პატიოსნათი ცხოვრობ თუ რა. თავარია, თუ კიდე ბიუჯეტიდან ფული მოიპარე, რაც გინდა ქენი, თავარია ვინმესთან გაჭრილი ქონდეს კარგი ხაზი, მეგობრული და ნაცნობური ურთიერთობები დაამყარო რაღაც კავშირები, სადღაც მაღლა და ყველაფერი გეპატიება, პრობლემა არ არის. ამ ადამიანის მთავარი მონდომება და мотиваცია იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტში არის მდგომარეობს რამდენიმე ჩამონათვალში. სამუდამო პენსია ექნება, იმუნიტეტი შეიძენს კიდევ ბევრ ტენდერს მოიგებს და სიცოცხლის ბოლომდე პარლამენტისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი პარლამენტარისთვის ერთ-ერთი თავარი პრივილეგია, ბევრისგან გამიგია არის ის, რომ სამუდამოდ იარაღის ტარების ფულება ექნება. არ ვიცი, შეიძლება ეს კრიტერიუმებია ის, რისთვისაც ის იბრძვის. ეს არის ის სარგებელი, რისთვისაც ესე იკლავენ თავს პარლამენტში შესასვლელად? არა, ფაქტშორის ამას წინათ ნოდა ჯავახიშვილმა, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური და განვითარების მინისტრმა, ზუსტად ახლა შეიძლება აღარ მახსოვს სამინისტროს დასახელება, საკმაოდ ისე უცნაურად გამაკრიტიკა და უცნაურად მომეჩვენა, სად გორში მაგალითად ჩემი რაღაც გარკვეული აქტივობა და ამ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილება რომ კენჭი ვიყარო არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში და სად ნოდა ჯავახიშვილის რაღაც კონკრეტული სფერო. მე არაფერი შეხება მასთან არ მქონია და არ მაქვს. ანუ ნოდარ ჯავახიშვილის ლობირებით შეიძლება ეს ადამიანი დაასახელა ოცნებამ, იმიტომ რომ იოსებ მაკრახიძე გორში ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანიის თანამფლობელი აღმასრულებელი დირექტორია. ანუ ეს იყო ნოდარ ჯავახიშვილის ლობირები? არ ვიცი, მე ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ერთი რამე ფაქტია. ამ ადამიანს ნოდარ ჯავახიშვილის უწყებაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მოგებული აქვს 70 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები. და ეს ფაქტი თავისთავად ყურადღების მიღება ვერ დარჩება. მაგრამ ესეც არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. პრობლემას ქმნის ის, რომ ახალგაზრდას, რომელიც 24 საათი წიგნებზე ათენებს და აღამებს, იმას ეუბნებიან, რომ შენი მომავალი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. მომავალი აქვს მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც იპარავს, თაღლითობს და ტენდერებს იგებს და ვინმესთან კარგად არის ჩახუტებული ჭყალებში. ბატონო ირაკლი, თქვენ მომავალი ხართ? იმ ახალგაზრდობის, რომელზეც საუბრობთ. ანუ რას გეკითხებით? გავიგეთ თქვენი დამოკიდებულება და შეფასება ქართული ოცნების მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატის, მაგრამ აი თქვენ თავად თვლით, რომ თქვენ ხართ მომავალი? ყველა არა, მაგრამ ბევრი ადამიანი ახლა ალბათ ეხა გაიფიქრებდა, ვინც გისმენთ, რომ ესე ოქროაშვილიც იყო წარსულში. მე მაქვს პრეტენზია. გენერალური პროკურორი, მინისტრი, რა ვიცი, ყველაფერი, მთავარი მინისტრი მეფის კარზე. მე მაქვს პრეტენზია იმისა, რომ გამოცდილებით რომელიც ცხოვრება მომანჯა, განათლებით რომელიც მივიღე. ჩემი გარკვეული დამოკიდებულებით მაგ ქალაქისადმი.
იმ ადამიანებზე, რომლებიც დასახელებული არიან დეპუტატობის კანდიდატებად, უფრო უკეთესად შევძლებ როგორც ქალაქის ინტერესების დაცვას, ისე კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობას. დანარჩენი ყველაფერი ხალხმა უნდა განსაჭოს. ირაკლი ალასამიანია მახსენდა, რომ ხალხი გააწყობს და ბუნებრივია ეს ესე იქნება. თავარი პრობლემა კიდევ ერთი არის ის, რომ მეც მიმაჩნია, რომ ხალხი წყვეტს ყველაფერს და არა 3-4 ოჯახიან, 3-4 ადამიანი იქ ადგილზე, რა სტერეოტიპის დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა. ამასთანავე გვარებს არ დავასახელებ. რამდენიმე ცნობილი ადამიანი შემხვდა და ჩამომითვალეს ეს მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რომ აი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დეპუტატი ეს უნდა გამხდარიყო. ცოტა ახლო წარსულზე მეუბნებოდნენ. და უკაცრავად თქვენ ვინ ხართ მეთქი საერთოდ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ დეპუტატი ვინ უნდა გახდეს. ამ ქალაქში იქნება სტერეოტიპები, რომ 4-5 ადამიანი უნდა წყვეტდეს ყველაფერს, ისინი უნდა ინაწილებდნენ ბიზნეს პროექტებს, ისინი უნდა წყვეტდნენ ვინ სად უნდა დაინიშნოს, ისინი უნდა წყვეტდნენ დეპუტატად ვინ უნდა აერჩიონ და ასე შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი კონკურენტი არის აი ესეთი აზროვნება და თავარი დასაყრდენი კიდევ მიმაჩნია, რომ არის ახალგაზრდობაში და ახალგაზრდობა ერთ-ერთი ინერტული ქალაქია გორი ამ შხრით. ახალგაზრდობა არის საკმაოდ ინერტული, საკმაოდ პესიმისტურად განწყობილი, მათ მიაჩნიათ, რომ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ჩემი ყოველდღიური შეხვედრებით და ყოველდღიური კონტაქტებით და ეს არ ეხება მხოლოდ ამ პერიოდს და საარჩევნო კამპანიას. აქამდეც მქონდა ესეთი აქტივობა და ამის შემდეგაც მექნება. ვცდილობ ახალგაზრდები დავარწმინო, რომ ცვლილება ხდება მხოლოდ სამი ფაქტორის გათვალისწინებით: ომით, რევოლუციით და არჩევნებით. ომით და რევოლუციით ჩვენმა ქვეყანამ ვერაზროს ვერაფერი კარგი ვერ მიიღო და პოზიტიური ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ არჩევნებით. თუ ჩვენ ვიჯდებით სახში და არჩევნებზე არ წავალთ, არასდროს არაფერი არ შეიცვლება. ჩვენს ადგილს ყოველთვის დაიკავებს სხვა. ბატონო ირაკლი, მითხარით გავიგეთ თქვენი დამოკიდებულება ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით, რა შანსები აქვს თქვენ როგორ ფიქრობთ სახელისუფლებო გუნდს გორში და გორს მიღმა? საუბრობ გეკითხებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრი ვარაუდობს, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენად გაუცრუა იმედები ამ მომრჩეველს, რომელიც მას ყავდა უხვად 2012 საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ შესაძლებელია ეხლა უმრავლესობაში ვერც მოვიდნენ. მაგალითად ამ სტუდიაში რამოდენიმე დღის წინ ამ თემაზე დავით უსუფაშვილი საუბრობდა, რომ ოცნება უმრავლესობით ვერ მოვა. თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ ქართული ოცნება თავის რეიტინგს ზომავს, მხოლოდ არჩევნებზე წამსვლელ და აქტიურ ადამიანებში. ისინი თავს იტყუებენ და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება. იმიტომ რომ აქტიური ადამიანების რიცხვი დღითი დღე მცირდება და ძალიან ბევრი ადამიანი დაახლოებით ჩემს მიერ ჩატარებული კვლევებით 50% ამბობს, რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს არც ერთ შემთხვევაში. 20% მერყეობს, წავა თუ არ წავა. ანუ რაღაც უნდა შეიცვალოს მათთვის. ეს არის საკმაოდ საგანგაშო ციფრი და პირველ რიგში ოცნებას უნდა კონდეს ანთებულ ქართულ ოცნებას უნდა კონდეს განგაშის ზარები უკვე შემოკრული და უნდა ფიქრობდნენ, რომ რა იღონონ და როგორ გამოასწორონ ეს მდგომარეობა. სამწუხაროდ მე კიდევ ერთხელ ხალხს ვუსვავ, მათი მდგომარეობა და მათი მიდგომები არის მხოლოდ ხანძრის ჩაქრობისკენ მიმართული და ისინი არასდროს არ ფიქრობენ იმაზე, რომ პრევენცია მოახდინონ, რომ ხვალ ხანძარი აღარ განმეორდეს. ეს არის შესაძლებელია ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ 4 წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში დაბრუნდი და მეტნაკლებად შორიდან მაკვირდები მოვლენებს, ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა მათ ყოველდღიურ რაღაც მოქმედებებს. ბიუროკრატია არის საკმაოდ ინერტული და ნებისმიერ კაბინეტში სადაც არ უნდა შეხვიდეთ, თქვენ ვერ მიიღებთ ისეთ კონკრეტულ პასუხს რაიმე კონკრეტულ რაღაც საკითხზე, რომელიც დაგაკმაყოფილებთ. ჩინოვნიკი ყოველთვის ფიქრობს, რომ თავი არა იტკივოს და ინიციატივა, მისი მხრიდან გამომჟღავნებული ინიციატივა არ გახდეს დაჟადი და მის წინააღმდეგ მიმართული და ამით ქვეყანა ფეხდება, ქვეყნის განვითარება ფეხდება და ქვეყანა წინ ვეღარ. ანუ ეხა ქვეყანაში არაფერი არ ხდება? ანუ ასეთი ინერტულია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი ქვეყანა. ქართული ოცნების გუნდს, სახელისუფლებო გუნდს ერთ-ერთ მთავარ პრეტენზიად უყენებენ სწორედ იმას, აი ერთ სიტყვაში განსაკუთრებით ნაციონალებს უყვართ ხოლმე ამ სიტყვის თქმა, უნიათო, უნარო მთავრობა. ასეთი მთავრობა მივიღეთ ჩვენ ამ 4 წელიწადში. სტრაფიცრულები, რომლებიც სახელმწიფო გუნდში ხდებოდა, იყო ერთ-ერთი მომასწავლებელი იმისა, რომ რაღაც ყველაფერი რიგზე არ იყო. ეს ერთი. ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების შედეგად ამ შემთხვევაში 2012 წლის არჩევნებს გულისხმობ, გარდაუვალი იყო ასეთი სახის ცვლილებები, მაგრამ ტენდენცია უნდა წასულიყო იმისკენ, რომ ყველაფერი დალაგებულიყო. მე დღეს მეჩვენება, რომ ყველაფერი დალაგებისკენ არ მიდის და კიდევ უნდა ველოდოთ პირობითად რაღაც რიცხვს და ეს რიცხვები შეიძლება იყოს 9 ოქტომბერი, საიდანაც შეიძლება დაიწყოს დალაგება. კი არ შევიდეს რაღაც გადამწყვეტ ფაზაში, არამედ დაიწყოს, მაგრამ პრობლემა კიდევ მდგომარეობს სხვა რამეში. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება. განსაკუთრებით, აი, ვატყობ, ვაკვირდები, ჩემთვის ერთ-ერთ რაღაც საინტერესო ისეთ სპორტული ინტერესი მაქვს სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკისა. სოფლის მეურნეობას. ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება კეთდება. მაგრამ
ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ გაკეთებული ცვლილების, ამ რაღაც სიახლეების და ამ კარგი გაკეთებული საქმის ადამიანამდე მიტანას. სწორად მიიყიდვა, სწორად ახსნას. ხელისუფლება ჩაიკეტა მედიასთან აბსოლუტურად აღარ ურთიერთობენ. კანტიკუნტა თუ ვინმე არის, ერთი და იგივე სპიკერები, სუხუთი ადამიანი გამოდის ეთერში, სახელისუფლებო გუნდიდან და ბუნებრივია, ერთი ადამიანი ყველა თემაზე ყოველ დღე სხვადასხვა ეთერში აღარ ისმინება. ანუ პიარში წააგო, აკეთებენ, მაგრამ ვერ მიაყავთ. მათ შორის, მაგრამ ეს არ არის ჩემი სასაუბრო. მე ამ შემთხვევაში ვარ მათი მოწინააღმდეგე და გვერდიდან მაყურებელი ადამიანი და ამაზე უნდა საუბრობდნენ მათ მიერ დასახელებული კანდიდატები და მათ მიერ დასახელებული კანდიდატებს აი ყოველგვარი რაღაც ნიშნის მოგების გარეშე ამბობ. ერთი წინადადების ნორმალურად არტიკულირების საშუალება არ გააჩნიათ. დავიწყოთ ვალერი გელაშვილიდან და დავამთავროთ თუნდაც თემურ ხუბულურით. მე დარწმუნებული ვარ რომ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ჩვეულებრივ რიგით ადამიანებთან მივიდეს და ის ყველაფერი რაც ქართულმა უცნებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გააკეთა, კარგს გულისხმობ, სწორად აუხსნას. რატო შეარჩიეს ეს ხალხი? თქვენ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ და მე მაინტერესებს თქვენი პასუხები მოვისმინო, არა მარტო გორში არსებულ სიტუაციაზე. ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რატომ შეარჩიეს ეს ხალხი? აი, მაგალითად, გეტყვით, გოდერძი ბუკიამ კარგით მოახსნევინეს ბუკიას კანდიდატურა, პრემიერმა თქვა, რომ მას რაღაც საინვესტიციო პროექტები ქონია, საინტერესოა, რომ პრემიერს არ გახსენებია ეს ყველაფერი, მაშინ როცა ზარზეიმი წარმოგვიდგინეს ეს ადამიანი. იგივე ენძელნკოიანი, გოჩა ენუქიძე, ვინ არიან კიდე დამავიწყდა? ახა ოქრიაშვილი. ხო, ახა ოქრიაშვილი. ანუ რატო წარადგინეს ჯერ ეს პორტირებული ადამიანები თქვენ როგორ ფიქრობთ და პლუს ისეთი ხალხი, რომელსაც როგორც თქვენ თქვით, ერთი გადაბმული ორი სიტყვის თქმა არ შეუძლიათ პირდაპირ ეთერში ან ხალხთან. მე მეჩვენება რომ ქართული ოცნება მუშაობს ფორს-მაჟორულ გარემოებაში. ეს მათი პრობლემაა. ზოგადად მათ ასეთი გარემოებაში მუშაობა არ უნდა უწევდეთ, მაგრამ თვითონ არიან ჩაყენებული, თვითონ იყენებენ თავის თავს. ეხლა არ მინდა ექსპერტები თუ ისაუბრო და გამომივიდეს რაღაც ისეთ საუბარი, თქოს მათი არა, თქვენი თვალიდან ხული დღევანდელი რეალობა მე მაინტერესებს. ისინი ისევ და ისევ ყოველდღიურ რეჟიმში არიან გადასული ხანძრის ჩაქრობაზე და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ხანძარი როგორ არ გამეორდეს, როგორ აღკვეთონ ხანძარი. ანუ არ ცდილობენ ახალი თაობის გენერირებისთვის ხელის შეწყობას, არ ცდილობენ ახალი ადამიანების გაზრდას, არ ცდილობენ ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს. წარმოწიეს წინა პლანზე ახალი სახეები, მართალია მე ეთერში შეერთად ეს ახალი სახეები დაჩრდილეს მე რომ იმ რაღაც იმ ადამიანებით, რომლებიც ჩამოთვალეთ ჩვენ. ირაკლი, რითი განსხვავდება ეს რეალობა, ეს ხელისუფლება, იგივე მართვის თვალსაზრისით, სააკაშვილის ხელისუფლებისგან, რომლის როგორც ეღამ თქვი, კიდევ გავიმეორებ, მთავარი ვეზირი იყავი გარკვეული პერიოდი შენ თვით. მე არ მინდა ხა რაღაც არა, ანუ არსებითი სხვაობა მინდა რომ დავინახოთ თქვენგან ბევრი კარგი კეთდებოდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის ადვოკატად ეხლა და იმათ არ მინდა წარმოვჩინდა და ვიღაცამ ჩათვალოს რომ მათზე კარგ საუბრობ, ძალიან რაღაც ჩემი და ნეგატიური დამოკიდებულება ცნობილია მათდამი, მაგრამ სისტემური პრობლემების გადაჭრეხდებოდა სისტემურად. სისტემური მიდგომები არსებობდა საკითხებისადმი. ეხლა დღეს კიდევ და კიდევ გავიმეორებ, ქართული ოცნების რაღაც ყოველდღიური მოქმედება გამოიხატება იმაში, რომ დღეს რა მოხდება, იმაზე ვიფიქროთ და არა ერთი კვირის მერე. ხანძარი მოსალოდნელია პოლიტიკაში კიდევ? ჩემის აზრით, ესეთი ხანძარი შესაძლებელია ყოველდღე მოხდეს, იმიტომ რომ არანაირი გარანტია იმისა, რომ ხვალ პატარა რყევის შედეგად ქვეყანა გარკვეული რაღაცა ეკონომიკური შოკების თუ რაღაც სხვა ტიპის პრობლემების წინაშე არ დადგეს, ამით თავის დაზღვეული არ აქვს ჩვენ. ხომ გუშინ წინაც ვნახეთ, იმის წინაც ვნახეთ, იმის წინაც. თქვენ თუ გისაუბრიათ ამ ხელისუფლების ლიდერებთან, საერთოდ კონტაქტი თუ გქონიათ ბიძინა ივანიშვილთან, იგივე პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, რაიმე ტიპის ურთიერთობა? არ მაქვს მე აქტიური ურთიერთობები მათთან, ასე რომ მე მათ რჩევლად და მათ ადვოკატად ამ შემთხვევაში ადვოკატობას ვაპირებ, მაგრამ მე მათ რჩევლად ვერ გამოვდგები, იმიტომ რომ რჩეველი უნდა იყოს მაშინ, როცა შენ რჩევებს ითვალისწინებენ და თუ ქართულ ოცნებას არ უნდა დიდი ალბათობით მათ მოქმედებებს და მათ რაღაც ქცევას ეთყობა ყოველ შემთხვევაში. თუნდაც ადგილზე ახლა შორს რომ არ გავიცეთ და ზოგადი ფრაზებით არ ვისაუბრო, გორში მქონდა მე მაგალითად უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 150-მდე ინიციატივა. დაწყებული ერთი კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციიდან დამთავრებული იმით, რომ ქუჩებს უნდა ეწეროს თავის სახელები და ნუმერაცია უნდა ქონდეს სახლს მინიჭებული. ეს ხო არ არის უცხო. და ესეთ რაღაცეებს რომ გიბლოკავენ და ესეთ რაღაცეებს რომ გეწინააღმდეგებიან, მე ადამიანი ფიქრობ, რომ მე შენსკენ შენ დათვისკენ დაახლოებით ესეთი გამოთქმა როა. გუშინწი გამოქვეყნდა საუკეთესო სტატია ჟურნალ ესა უკაცრავად გაზეთ გარდიანში. სოფლიო ფლანგმანია, ხო ვიცით ახლა გარდიანი გორზე რომ რაღაცას დაწერს, ეს არის ძალიან კარგი. ერთი წინადადებით იყო წყალში ჩაყრილი ყველაფერი. ერთი წინადადებით. რომ გორში არ არის შუქნიშნები, გორში არ არის ზებრები და გორში არ არის მანიშნებლები საით უნდა წახვიდე.
ერთი წინადადებით მთელი ის კარგი რაც მანამდე დაახასიათა ჟურნალისტებმა წყალში შეყარა. ვისი ბრალია ეს? იმ უდიერი ადამიანის, რომელიც ქალაქის მერად აირჩიეს გუშინ წინ. არადარა მაგარი ხალხი არიან გორელები, რაც მათ ბოლო დღეებში სიხარული აჩუქეს სრულიად ქვეყანას ოლიმპიურ მედლებს გულისხმობ. რა შანსები გაქვთ თქვენ? მე კიდევ ერთხელ მინდა რომ მოვისმინო თქვენგან პასუხი ამ შეკითხვაზე, გავიმეორებ. ოქროს მოწმე იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ამიტომ ოცნება ყველაფერს გააკეთებს ოქრუაშვილის გასაყვანად ამ არჩევნებზე. ასეთი იყო მაგალითად ამ ეთერში შალვა ნათელაშვილის მოსაზრება. შალვას ნათქმებზე ძალიან ხვალისობ ხოლმე ეს არის არწყვის მისი ამერი გამონათქმები, სადმე ტელევიზორში ხმას რომ გავიგონებ ეგრევე ვიყურებ, იმიტომ რომ კარგი ხასიათზე ვდგები ყოველთვის. იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოირჩევა თავისი რაღაც იუმორით, თავისი, შალვა გახდა ქართული პოლიტიკის ოსტატ ბენდერი ბოლო წლების განმავლობაში და ამას ცუდი კუთხით ავრავობ მე ხა ბუნებრივია. მქონდა რაღაც ურთიერთობა. ადრე ერთხელ საფრანგეთში ჩამოსული იყო. როდის ადრე, როცა თქვენ უკვე წასული იყავით საქართველოდან, თუ ხელისუფლებაში საფრანგეთში იყო ჩამოსული ერთხელ მამუკა ნიკოლაიშვილი იცნობ შენ ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი მომად გასახში რომ შალვა შენ ნახვა უნდა ძალიან ხო წამოდი წავიდეთ შევხვდეთო და ცოტა შეუძლოთ ვარ მამუკა მე ვთხარი და ხა შალვას ძალიან მეთქი თან მეთუმეტეს ვიცი ფული უნდა მთხოვოს და ეხლა მაგის ნერვები არ მაქვს და არა წამოდი ცოტა ვიხალისებთო ეხლა შალვასთან საუბარი ისეთია გაერთობი ადამიანი წავედით შალვა არის დაბინავებული ლუვრის გვერდით ოტელ დე ლურში 5 ვარსკვლავიანი შესანიშნავი სასტუმროა და არ მაინტერესებს ახლა მე შალვა საიდან იხდის არც ერთი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა ჩემ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს თუ იმ ადამიანს რაღაც საჯარო ინტერესები არ გააჩნია და საჯარო სფეროში არ მოღვაწეობს და იმ წუთას არ მაინტერესებს უნებრივია შალვა საიდან იხდის ახლა იმ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში თავისი ნომრის იმას ცოტა გამგრძელდება ახლა ისეთი არა სახალხო მოსმენი შეიძლება იყოს და შალვა თვითონ იწყებს ამაზე საუბარს რომ იცი რა აქ ჩერდაკში ერთი ძალიან პატარა ნომერი აქვს ძალიან პატარა ძალიან იაფად და იმ ნომერს ვქირავებ ხოლმე რა არა და არ მაინტერესებს მე ამ თემაზე საუბარი არ წავმიწევია. სულხან საბა ჩერდებოდა ამ სასტუმროში აქ რო ჩამოდიოდა და მაგის გამო იმის სული ტრიალებს ამის გამო ჩერდები აქ. არა და სულხან საბა საფრანგეთში ნაყოფი იყო 1713-დან 15 წლამდე და ის სასტუმრო ააშენეს 1850 წელს. ესე იგი აი არგუმენტს მოიტანს რაღაცას ისეც და ისეთ რაღაც იუმორისტულებას ანუ ეს იუმორი ჟანრიდან იყო გინდა თქვა თუმცა თქვენ იყავით ძალიან ბევრი საქმის მოწმე და აქედან გამომდინარე გაჩნდა შეიძლება ეს მოსაზრება იმიტომ რომ ერთგვარი შურისძიება ნაციონალურ მოძრაობაზე ან სააკაშვილზე თქვენი მოწმეობით თქვენი მხრიდან არც ისე ბევრი ის მაგრამ მე ჩემს მოვალეობად მივიჩნევდი რომ თუნდაც გირგულიანის საქმეზე ან თუნდაც სხვა რეზონანსულ საქმეზე ჩემი გარკვეული დახმარება გამომეხატა ეს არ იყო არც რაღაც ჩემს პიროვნულ და მათ პირად ურთიერთობაზე დაფუძნებული და ჩემს განწყობაზე მადამი ეს იყო წმინდა მოქალაქეობრივი მოვალეობა მე ესე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში ხო სხვა ვინც დაარქმევს ეს მისი პრობლემა ბატონო ირაკლი საინტერესო იქნებოდა რომ თქვენ და ირაკლი ალასანიას გორში დაგმატებოდეთ კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი მაგალითად თინა ხიდაშელის სახით ძალიან საინტერესო იქნებოდა როგორც ვიცი ყველანი კურსელები თუ ჯგუფელები იყავით ირაკლი გარკვეული შარმი ამ კამპანიას და ზოგადად გორის რაღაც გორთან მიმართებაში არსებულ აქტივობას ბუნებრივია შეძინა ამაში ცუდი არაფერი არ არის უბრალოდ მე მაინც მიმაჩნია რომ მისი მხრიდან ეს იყო ძალიან სპონტანური და ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ მისი მონაწილეობა უდაოდ რაღაც დადებით სპონტანი იქნება. და რატომ გადაუწურეთ ესეთი იმედი, რომ წინასწარ ვიზიარებ მის მწუხარებას გარდაუვალი მარცხის შესახებ? ვისაუბრე ამის შესახებ, არ მისაუბრე არანაირი რაღაც ქედმაღლობით, ცინიზმით და ასე შემდეგ, უბრალოდ ობიექტური მდგომარეობა და დავხატე, რომელიც მე მეჩვენება რომ ესეა. მას არ ყავს გუნდი იქ ადგილზე. მას არ ექნება იმის საშუალება რომ ერთ რაიონზე მოახდინოს კონცენტრაცია მაშინ როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ატაროს კამპანია და მას არ ესმის ადგილობრივების ანა მას არ აქვს ადგილობრივი კონტაქტები მას არ ყავს სანაცნობო წრე მოდი ესე ვთქვათ გორში კი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. დაველოდოთ ამ 8 ოქტომბერს ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ ბოლო 2 კვირა ვფიქრობ თუ თქვენ იქნებოდით ჩემ ეთერში აუცილებლად უნდა დამესვა გავრცელდა თქვენი ამონარიდი ძაღლებთან დაკავშირებით რომ მაგალითად როგორ წარმოგიდგენიათ შინაური ცხოველების პრობლემის მოგვარება ან ცხოველების რომლებიც არიან მიუსაფარი და ოქრუაშვილის სიტყვები რომ უნდა დავაძინოთ ყველა უპატრონო ძაღლი მე ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა ამაზე რა იყო ეს მართლა ესე ფიქრობ 2014 წელს მე ადგილობრივი არჩევნების დროს ვატარებდი კამპანიას და ეს პრობლემა ძალიან მძიმედ იდგა და დღესაც არანაკლები დგას კოროლების წინაშე და ბუნებრივია მე მათ შევთავაზე ბევრი რაღაც ვარიანტი ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ ეს და ეხლა დღეს რატო ხდება ამის ტირაჟირება 2 წლის შემდეგ რომელიც არაფერ კავშირში არ არის საპარლამენტო არჩევნებთან ბუნებრივია ეხლა მიზანმიმართულად ვიღაც ამას ავრცელებს თან სპეციალურად რიცხვია ხოლმე სააგენტოებზე შეცვლილი ანუ დღევანდელი რიცხვით არის ეს თითქოს გუშინ თქვი ეს ყველაფერი
ეს არ არის ჩემი რაღაც შაბლონური და სტანდარტული მიდგომა, არსებობს ძალიან ბევრი მიდგომა. ქალაქის ხელმძღვანელობა დღეს არის ქართული ოცნების ხელში და მათ რააც უნდა ის არჩიონ ამ შემთხვევაში. უნდათ დააძინონ, უნდათ თავშესაფარი მოაწყონ, უნდათ სხვა ტიპის რაღაც გადაჭრა მოუძებნონ ამ პრობლემის, მაგალითად ხაჩურში და ქარელში მოძებნილი აქვს ესეთი გადაჭრა ამ პრობლემის. მოაგროვებენ ძაღლებს ერთად, შუაღამისას ჩამოიყვანენ გორში და იქუშებენ. არა უშავ, ჩვენ თბილისის მერიაც ესე აკეთებს, მოაგროვებს უპატრონო ძაღლებს სხვადასხვა პარკებში, რომლებიც არიან სხვა ჩვენს მიკედლებული და გაუგებარი მიმართულებით პანტავენ ხოლმე. რომ მე რაღაც არახუმანური დამოკიდებულება მაქვს ძაღლებთან მიმართებაში, ესე არ არის. ფიქრობთ ესე თუ არა? არა, ბუნებრივი არის. მე უბრალოდ ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩვეულებრივად ყველო ვესაუბრებოდი რამდენიმე ადამიანს მოსახლეობასთან შეხვედრა იყო და იქ ჩამოუთვალე რომ გადამოსავალი არის ეს. და მე შემდგომ ერთ-ერთად სააგენტომ ტირაჟირება მოახდინა თითქოს მე გვითხოვდი რაღაც ამ ძაღლების დაძინება. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. მე წეღავ თქვი გადაცემის შესავალში რომ 3 ცხელი წერტილი იქნება თქო თბილისის მიღმა. ეს იქნება სამეგრელო, ეს იქნება აჭარა, ეს იქნება გორი. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ყველაზე ერთ-ერთი წონიანი ფალავანი გამოუშვა სამეგრელოს ფრონტზე. რა შანსები აქვს თქვენს ყოფილ გუნდს, როგორ ფიქრობთ? ალბათ გიფიქრებთ და ალბათ კარგადაც შეაფასებთ ყველაზე მეტად თუ არა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეფასება შეიძლება თქვენგან მოვისმინოთ. სანდრას შემოსვლით მოახერხებს თუ არა სააკაშვილი ერთგვარ რეინკარნაციას ქართულ პოლიტიკაში? ნაციონალური მოძრაობის წინსვლა და წარმატება არ არის დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობის აქტივობაზე და მათ ქმედებებზე. ნაციონალური მოძრაობის წინსვლას მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხელი შეუწყოს ოცნების უმოქმედობამ და ოცნების მიერ ცუდი ან არაფრის კეთება, ცუდი საქმეების ან არაფრის კეთება. ნაციონალურ მოძრაობას იმის რესურსი, რომ რაიმე გარღვევა მოახდინოს და ხალხის გული მოიგოს, არ აქვს. განსაკუთრებით შიდა ქართლში. განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის დროს, ამ შემთხვევაში ბოლო 6 წელს ვამბობ მას შემდეგ, რაც მე წავედი ხელისუფლებიდან და მათთან დაპირისპირებაში შევედი. შიდა ქართლმა გამოიარა განსაკუთრებული ტიპის რეპრესიები და ალბათ შემდგომ სამეგრელომ განსაკუთრებული ტიპის რეპრესიები, ჩემს გამო, ჩემი სამეგობროს გამო, ჩემი იქ აქტივობის გამო და ასე შემდეგ. ასე რომ გორში და შიდა ქართლში მე მიმაჩნია რომ ნაციონალურ მოძრაობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდეს არჩევნების მოსაგებ ნიშნულს. მაგრამ ისინი წარმატებას ბრჭყალებში რა თქმა უნდა მოგებას არ გულისხმობ, წარმატებას მიაღწევენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება იქნება მუდმივად აი ესეთ რაღაც გაურკვეველ რეჟიმში. როცა ამომრჩეველს ხვდებით ხოლმე და ამ სიტყვებს ეუბნებით რომ აი მაგალითად რეპრესიები გაიარა შიდა ქართლმა, იგივე გორმა, თქვენს გამო, სხვების გამო, თქვენი მეგობრები და ასე შემდეგ. არ გახსენებენ ხოლმე თქვენი ამომრჩევლები რომ თქვენს ხელშიც გაიარა შეიძლება გორმა რეპრესიები, მაგალითად გახდით თუ არა გუბერნატორის ცნობილი სკანდალური კადრები ერთ-ერთ სასტუმროში შევარდნის, ან მერე დაწყებული, განხორციელებული დაუშვათ დაპატიმრებები, რაღაც ადამიანების დაჭერები, მაშინ როცა თქვენ იყავით გავლენიანი და იყავით გენერალური პროკურორი, ამას არ გახსენებენ ხოლმე? კი, რა თქმა უნდა, მე საკმაოდ ღია საუბრები მაქვს. პირიქით მე ვაპროვოცირებ ესეთ საკითხების წამოწევას, ვეუბნები რომ ნუ იქნებით რაღაც ჩაკეტილები, მითხარით თუ რამეს ფიქრობთ, მითხარით თუ რამე ისეთი გაქვთ ჩემზე გაგონილი, მოსმენილი, რაც მეტნაკლებად დისკომფორტს გიქმნით და შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ ჩემთან ამ შემთხვევაში ურთიერთობაში. კიდევ მე ვსვავ ხოლმე ამ კითხვას, მოდი ესე ვთქვათ, მათთან მიმართებაში და ყოველთვის ხას ვსვავ ერთ რამეს. ჩემი მაშინდელი მოქმედებები რადიკალურად განსხვავდებოდა ბოლო 6 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობის მიერ ჩატარებულ ქმედებებთან. ჩემი მოქმედებები იყო მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დამყარებული იყო წესრიგი და რა ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ შევარდნაძის შემდგომ, ყველას ალბათ ახსოვს. კონტრაბანდა, ნარკოტიკების ტრაფიკი, გახსოვთ მთელი თბილისის ახალგაზრდობა, სოფელი არცევი ძალიან ცნობილი იყო იმით, რომ რამდენიმე ცნობილი ნარკომოვაჭრე იჯდა და მთელი თბილისის ახალგაზრდობა ამ სოფელზე იყო გადამწყდარი. მანქანების გატაცება, ადამიანების გატაცება, თუნდაც ისე იგივე თურქი მძღოლების სასიამოვნოდ მოწყობილი ბორდელები, ეს ყველაფერი იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარებისკენ მიმართული. და არაფერი საერთო არ ჰქონდა იმასთან, რაც შემდეგ ნაციონალურ მოძრაობამ აკეთა. ჩემს მეგობრებს რომ აწამებდნენ ციხეში, მსგავსი რამ მეგობრობის გამო არავისთან მიმართებაში არ გამიკეთებია და არც არანაირად არ მოსვლა თავში. ასე რომ შედარება მე მგონი ამ ურთიერთ რაღაც გაუმრიცხავი ქმედებების არის აბსოლუტურად უადგილო. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა გარკვეული რაღაც ქმედებების შედეგად და მე იმ ადამიანთან მიმართებაში დღესაც საკმაოდ ხისტი პოზიცია გამაჩნია. ანუ მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც
მილიონიანი ამდენიმე ათეულ მილიონიანი ქონებები თავის დროზე ჩაიგდეს კაპიკებში ხელში манипуляციების თვალთმაქცობის შედეგად ამ ადამიანებთან მიმართებაში ჩვენ ცოტა საკმაოდ ხისტი დამოკიდებულებები ქონდა და მათი სკონება დაკარგეს ოღონდ მე სკონება მათ როდესაც მათ ჩამოვართ მე სახში არ წამიყი ეს სახელმწიფოს გადაულოცე მაგალითად ერთ-ერთი ადამიანი ვინც მაშინ მოყვა ამ რეპრესიებში შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი მყავს მხედველობაში დღეს კენჭს იყრის მაგალითად აკაკი ჩხაიძე თუ შეხვედრე ხარ და რომელიმე მათგანთან თუ კი გისაუბრია იგივეს ფიქრობთ ანუ რომ ყველა ის ვინც იყო შევარდნაძის დროის ჩინოვნიკი და ვინც დაიჭირეთ თავის დროზე როცა მოხვედით გადაახტივინეთ ბიუჯეტში ფული ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი და დღესაც იგივეს იზრდება ადამიანური ქცევის ფარგლებს არასდროს არც მე და არც ჩემი დაქვემდებარებული პირები რომელიც წყობაში მუშაობდი არ გაუცილები ვართ და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ამის არის ის შეიძლება კი პირველად ყვები ამას და დიდი ალბათობით კაკო ჩხაიძეს დაგიდასტურებთ მასთან გარკვეული ურთიერთობიდან გამომდინარე რომელიც მე წარსულში მქონდა მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება მიუხედავად იმისა რომ ის იყო პატიმარი მიუხედავად იმისა რომ ის იყო ბრალდებული ძალიან მძიმე დანაშაულებში მე მას ვესტუმრე ციხის საკანში მქონდა საკმაოდ კარგი საუბარი და ის რომ სიტყვაზე აკაკი ჩხაიძემ მაშინ ფული გადაიხადა ეს არ იყო ნაძალადები მოქმედება ეს იყო ჩვენი უშუალოდ ჩვენ შორის დამყარებული საუბრის შედეგი ხო არ გახსოვთ რამდენი გადაიხადა 5 მილიონამდე 5 მილიონით ზუსტად კარგით ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი იყო აუცილებლად გასაკეთებელი იმიტომ რომ სახელმწიფოს ჭირდებოდა ასე თუ გავიხსენებთ იმას რა ქვეყანა დაგვიტოვა შევარდნაძემ თუ გავიხსენებთ იმას რა ასაკისები ვიყავით ჩვენ თუ გავიხსენებთ იმას რომ გვერდით არ ყავდა არც ერთი ისეთი ადამიანი რომელიც მეტნაკლებად სწორი მიმართულებით წასვლის რჩევას მოგცემდა ეს ყველაფერი იყო ობიექტური რეალობა და გარდაუვალი მე მივაჩინე რომ მე მივიღე ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაწილეობა და ჩემი დიდი წვლილი შევიტანე როგორც პროკურატურაში ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევე ქართულ ჯარში და ამ შემთხვევაში იგივე ბატონ მაკრახიძესთან მიმართებაში მინდა ვთქვა რომ არ არის ეს მისი საქმე. მე რომ მის ასაკში ვიყო სახში წავიდოდი. მე ეს ნაბიჯი გადავდგი, როდესაც ნოღაიდენმა მივიყვანა ეკონომიკის სამინისტროში და წარმოგიდგინა თანამშრომლებს უთხარი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. მე ჩემი ჯარი გულში დავტოვე და ამ სამინისტროში მე ჩემს ადგილს ვერ ხედავ და ამის გამო წავედი მე იქიდან. როდესაც ადამიანი ვერ ერგები რაღაც ადგილს, უნდა დატოვო და სხვას უნდა გადაულოცო ის. ამ შემთხვევაში მე ჩემ თავს არ გულისხმობ. შეიძლება სხვა იყოს, შეიძლება სხვა იყოს. კი ბატონო და კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ და დაგემშვიდობებით. სენტიმენტები აშკარად გაქვთ ჯარის და თავდაცვის მიმართ. ყოველ შემთხვევაში სულ როცა საუბრობთ ხოლმე, ეხაც ახსენეთ, რომ გული დავტოვე ჯარში. მას მერე რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, თქვენთვის, თქვენი აზრით, ყველაზე მაგარი თავდაცვის მინისტრი ვინ იყო? ანუ ნახეთ ალასანია რომელიც ძალიან დიდი მტრობა აქვს ეხლა ივანიშვილსა და ალასანიას ნახეთ შემდეგ მინდია ჯანელიძე ნახეთ თინა ხიდაშელი რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა როგორ ფიქრობთ რომელი მინისტრი იყო საუკეთესო ამ პოსტში ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს ჯანელიძის მიმართ ძალიან ეხლა ამაზე საუბარი ძალიან შორს აგვიყვანს და არ მინდა ამაზე ვისაუბრო სხვა დროს გვექნება დრო ირაკლი ალასანია არ იყო ცუდი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არ იყო ცუდი თავდაცვის მინისტრი მაგრამ არსებობს ერთი კრიტერიუმი, როდესაც რამდენიმე კრიტერიუმი, როდესაც ადამიანებს აფასებ. ჩემთვის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ გორში ავაშენე ორი თანამედროვე სამხედრო ბაზა და 400-მდე ოფიცერს აუშენე საცხოვრებელი სახლები. ავაშენე დაახლოებით 10-მდე კორპუსი ოფიცრებისთვის საცხოვრებელი სახლებად. სახლები დამთავრებულია, მხოლოდ და მხოლოდ რემონტის კონდიციაზეა მეყვანილი და რემონტი ჭირდება. 2007 წელს, როგორც გაჩერდა ჩემი ხელისუფლებასთან დაპირისპირების შედეგად, ეს მშენებლობები, ჩემი ჯარიდან წასვლის შედეგად დღესაც ისევ ისეთ მდგომარეობაშია. ამაზე ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ კონკრეტული პასუხი რატომ არ დაამთავრა არც ერთმა თავდაცვის მინისტრმა ეს სახლები. აი რომ შეხვალთ ქალაქში საჩვენებელი საბიუჯეტო ბარათია ესე ამ სახლების მდგომარეობა, რაღაც საშინელი მდგომარეობა მოდი ესე ვიტყოდი. და ვერავისგან ვერ მოვისმინე პასუხი, რატომ არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი თავდაცვის მინისტრი ამ სახლებს არ ამთავრებს. ასე რომ შესაძლებელია იყო კარგი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ რაღაცას მარილი ბოლომდე არ მოაყარო და ამით წყალში შეყარო შენ. ანუ ვერც ერთმა ვერ მოაყარა. ჯართან მიმართებაში მათ მარილი დააკლეს თავიანთ მოღვაწეობას. კარგი, წარმატება მინდა გისურვო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მოკლედ ღირს გორის არჩევნებით დაინტერესება. დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს იქ იქნება ძალიან საინტერესო ამბები. წარმატება ირაკლი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, აუცილებლად ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გორის მაჟორიტარული
მთავრობის კანდიდატი. მე მას ვემშვიდობები და გადავინაცოთ უკვე მეორე ცხელწერტილზე, ეს არის აჭარა. ერთმანეთს ქართული ოცნება და ნაციონალები აჭარაში დაუპირისპირდებიან. რეკლამის შემდეგ ვსაუბრობთ წინა საარჩევნო აჭარაზე.